მოგესალმებით თვითფასო მეგობრებო, ორ კვირაზე მეტია უკვე რაც ახლო აღმოსავლეთში ომი მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღეებში გამოაცხადა შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, რომ ამ ომში გაიმარჯვა და დამარცხებულია ირანი, მას აღარც სახმელეთო ჯარები ყავს, აღარც საზღვაო, აღარც ტექნიკა ყავს, სარაკეტო დანადგარები და რაკეტების გაუნადგურა. ომი მაინც გრძელდება, როგორც ჩანს, აქ ერთი პრობლემაა, რომ ირანმა არ იცის, რომ უკვე დამარცხდა და არ აქვს რაკეტები და სარაკეტო დანადგარები და მაინც ისვრის ინერციით. ომი გრძელდება, ბომბავს ისრაელს, ბომბავს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მთელ ქვეყნებშია განთავსებული. გუშინ წინ ისრაელის ტელევიზიამ აჩვენეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ ყველა მოვესწრებით მესიის გამოჩენას, მოსვლას, ეს უახლოეს დღეებში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ აღარ შორს აღარ არის ის დღე, მიუხედავად იმისა, რომ ირანის მასობრივ საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ ნეთანიაჰუ დაიღუპა თუ დაჭრილია მძიმე დაბომბების შედეგად და ეს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები იყო, აქ თავარი ის არ არის, ეს ნამდვილად დაიღუპა თუ არ დაიღუპა, იმიტომ რომ ამით არაფერი არ შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება კიდე შეეწირება ამ საშინელობს, ისევე როგორც აიათოლას მოკლით და გარდაცვალებით არ შეიცვალა არაფერი, ისევე არ შეიცვლება ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოკლით. აქ უბრალოდ საყურადღებოა ის საკითხი, რომ საით მიყავთ ეს ყველაფერი, რომ მესია მალე გამოჩნდება. აი ეს იყო მის სიტყვებში. მოგეხსენებათ 2022 წელს, როგორც კი დაიწყო საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, საქართველოში გამოჩნდნენ ძალები, რომელთაც ატეხეს ყიჟინა, რომ ხარიკა სასტრაფოდ უნდა შეუერთდეთ და დაუჭიროთ მხარი უკრაინას, უნდა შეუერთდეთ სანქციებს და ითხოვდნენ კიდევაც სპეციალური საავიაციო რეისების დანიშვნას, რომ აქედან მებრძოლებს, მოხალისეებს შეძლებოდათ უკრაინაში წასვლა. დაახლოებით იგივე არ ხდება, მაგრამ გამოჩნდა ძალები საქართველოში, პიროვნებები, რომელიც დაახლოებით იგივე ამბობს, რომ რატომ ქართველობა აქტიურად არ უჭერთ მხარს ისრაელს და იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს დღევანდელი ისრაელის ხელისუფლება. აი ამ საკითხებზე დავიწყოთ საუბარი და მე აუცილებლად გვინდა შევეხოთ კიდევ ხელისუფლების მიერ შემოგდებულ ასეთ ფანს, რასაც ქვია ტელედებატები, სადაც ყველაფერი ისეა შექმნილი, რომ საკუთარ მოედანზე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში, ისე არიან და ამით ამტკიცებენ, რომ რამდენად დემოკრატიულები არიან, როგორ საჯაროდ განიხილავენ უმნიშვნელოვან საკითხებს და სინამდვილეში ამის უკან რა იმალება და რა არის შეფარული ამ თემებზეც გვინდა გესაუბროთ. ახლა დავიწყოთ. კი ბატონო. მივესალმებით ჩვენს მენელს, მაყურებელს. მეტად დაძაბულია ვითარება, ეხლა არ ვიცი იუმორისთვის უნდა ვიცლიდეთ თუ ვერ უნდა ვიცლიდეთ, მაგრამ რაღაც ბიბლიურ სიუჟეტებს ემსგავსება მე მგონი ჩვენი ყოფა მთლიანი მსოფლიოსი. ათეისტური აზროვნებისთვის რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ემსგავსება რა. მივდივართ არმაგედონისკენ, მაგრამ სადღაც იუმორიც არ გტოვებს. გამონადგურებელი კვებერთელა გემი, რომელიც მოცურავდა თუ არ ვცდები ლინკოლნი, აბრაამ ლინკოლნის სახელდების ავიამზიდი, ამერიკული ეს უძლეველი არმადის ერთ-ერთი შემადგენელი გზაში ბოდიში და პირდაპირაც ასია და არაპირდაპირადაც ასე გამოვიდა, რომ ჩასვლა დაიწყო ამ გემმა. ესე იგი მივდივარ სოფლიო ბატონობის, სოფლიო მწვერვალის დასადგმელად, მაგრამ ამ დროს ამხელა გზარმაზარი სიმძლავრის გემი გზაში ისვრის. სხვანაირად ისვრის რა, მე მგონი გავიგებ ჩვენი მსმენელი, მაყურებელი. ახლა როგორ არის? ახლა ყავს უკვე ორი გამარჯვებული მხარე. ერთმა უკვე გამოაცხადა გამარჯვება და ვთქვით, რომ იქნება ამაზე გადაატარდეს მსოფლიოს ამბები და
გადავიაროთ ეს საშინელი უბედურება, რაც გველოდება თუ ძალიან გამწვავდება მდგომარეობა, რომ დაიდგას ბუტაფორიები და უკვე ხედავთ, რომ ბუტაფორია იბერება, რომ ამერიკამ უკვე ტრამპმა უკვე გაიმარჯვა. კიდევ ერთ მშვიდობა დაამყარა, კიდევ ერთ სიკეთე მოიტანა. ირანს უკვე არაფერი აღარ აქვს, მაგრამ რაღაცები მაინც ისვრიან. გამარჯვებულია, თუმცა დანარჩენ მსოფლიოს ეპატიჟება, რომ ურეშიო პრობლემებიო და რომ გავიაროთ, წამოდით ჩინელებო ის ეპატიჟება და რა ვიცი, თუ უკვე ირანი არაფერია. პერსონა შენ კი აღნიშნე, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმეა და იქითკენ მიდის პროცესები, რომ რამდენად გვაქვს სახუმარო და იუმორისთვის მოსაცილად დრო, მაგრამ თვითონ პერსონაჟები არიან იმნაირად შერჩეულები და იმნაირი ფსიქოტიპები, რომ თავისთავად იწვევენ ღიმილს. ახლა აფხელა ქვეყნის სახელმწიფოს პრეზიდენტია, ხო და აი თუნდაც ის განცხადებას, რომ ორმოზის სრუტეო დაკეტილი კი არ არისო. ღია არის, უბრალოდ ირანელები ძირავენ იმ ტანკერებს და სავაჭრო გემებს, რომელიც იქ გაივლიან. ახლა როგორ წარმოედგინა მაგას, რომ ირანმა რო გამოაცხადა, რომ უკეტა ორმოზის სრუტესო იქ შლაგბაუმებს დააყენებდა, თუ აი რა წარმოდგენა ჰქონდა ეს რა განცხადება და ამიტომაა რომ ძალაუნებურად ჩვენს ხალხს რიმილით და იუმორით შევხვდით ზოგიერთ განცხადებას. ნუ რა შეიძლება ითქვას კიდევ? რიად გამოდის, აღარ იმალება, აღარ იფარება. მესის მოსვლას მალე მოესწრებით ყველა. ნეტანიაჰუ ამბობს. აღინიშნა ისიც, რომ ახლა ცოცხალია თუ არ არის ცოცხალია, ომი მიდის, დაბომბვა რა. არა აქვს ამას უკვე მნიშვნელობა. თვითონ ამერიკელმა პოლიტოლოგებმაც, ვინც უფრო ობიექტურად განსჯის მიმდინარე მსოფლიო მოვლენებს, ისინიც ასე ფიქრობდნენ, რომ ეს ერთ კლანში, ერთ პარტიაში, ერთ მიმართულებაშია პრობლემა, მაგრამ რო ვაკვირდებით სიონისტური პრობლემით, ანუ როგორც ასეთი სიონიზმი პრობლემაა, როგორც ფაშიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა, ნაციზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა, მთელ სახელმწიფოებრიობაშია გამჯდარიო, ეს აუდიტესი პრობლემა. ესე იგი ნეტანიაჰუს არ ყოფნით ეს პოლიტიკა არ გაჩერდება. მას გამგზელებელი გამოუჩნდება, იმიტომ რომ ამას უკვე აქვს სისტემური ხასიათი მიცემული, ისევე როგორც ირანის შემთხვევაში. ერთი სულიერი ლიდერის ლიკვიდაციით არ გადაწყდება საკითხი, იმიტომ რომ სისტემური ხასიათი აქვს მიცემული. იქ ერთი წავა სხვა მოვა, ჩამოყალიბებულია უკვე. ირანის სხვათა შორის წინა საუბარშიც მაგაზე მოგვიწია, კერძო საუბარშიც სწორედ მაგ თემაზე გქონდა მსჯელობა, რომ ირანი შეგუებულია ძალიან მძლავრ ძალასთან ომს. მან უკვე იცის მთელი რიგი მაგალითებით, რომ პირველი პირების ლიკვიდაცია ხდება და რო არ ჩამოიშალოს, მიზანი არ დაიკარგოს და სახელმწიფომ არ დაკარგოს სათანადო წინააღმდეგობის გაცევის ამ შემთხვევაში ბრძოლის უნარი, წინასწარ ზომები აქვს მიღებული. ეს ერთი საკითხი. მერე, ყოველ შემთხვევაში გარეთ ესეთი გამოტანილი არ არის რაღაც რელიგიური, ფანატიკური მომენტები, სადაც რომელიმე პიროვნებაზეა განსაკუთრებულად გადატანილი აქცენტი, ესე იგი განსაკუთრებული კეფთაყვანისმცემლური მიმართებით არ გამოირჩეოდა, არც თვითონ რელიგიური ლიდერი რა და თავის ცვლილებას იგი ჩვეულებრივ იღებდა. თავისივე განცხადებებით ბოლო პერიოდში აქ ესეთ ტიპის განცხადებები გაკეთებული, ჩემს ცოცხლებს არ აქვს მნიშვნელობა, არც ირანის მთავარი ისლამიაო. და თუ ბევრი მიხვდება რაზეა ლაპარაკის, მე-12 იმამი, ბევრი გრძნობს, რომ ის აქ არისო. სულიერად, ესე იგი აქ არისო. ესე იგი ჩვენ როცა წინააღმდეგობას ვეწევით, როცა ანტიქრისტეს უპირისპირდებითო, ესე იგი ნიშნავს, რომ უკვე ეს მოქმედება დაწყებულია, დიადის სულიერი ომი დაწყებულია. ხო, ახლა რაც შეეხება ნეტანიაჰუს საკითხს, რომელმაც უკვე პირდაპირ მოუწოდა, რომ ძალიან მალე მოვა მესია მხსნელი, აქაც ყველაფერი გასაგებია. ქრისტიანება, მე მგონი მართლმადიდებლობა განსაკუთრებით უნდა ვიცოდეთ, რა მესიაზეა ლაპარაკია რა, ჩვენ ამას ანტიქრისტეს ვეძახით და უკვე პირდაპირ ჩვენ თვალწინ თამაშდება ეს პოლიტიკურ, რელიგიური დავარქმევდით ბლებს გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ოღონდ ამ ბლებს შეიძლება მთელი მსოფლიოზე სიცოცხლის აღსასრული დაგვიყენოს და ემსხვერპლოს, დედამიწა ემსხვერპლოს, ხო?
და არც ეს აღარ იმალება. ესე იგი რა გამოდის, რომ სწორედ ჩვენ განსაკუთრებული დროში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ხდება ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხები და ორიენტირი რა არის, გადარჩენი საკითხები, როგორ უნდა გადაწყდეს. აი ეს ცნობები გვაქვს საქართველოში უწინარესად მიღებული 95 წლიდან ეს ცნობები მოიტანა ბატონმა აკაკიმ სულიერი ფუნქციით საზლო 28 წელი ამ ცნობების გადმოცემა შეალია და აგერ ეხლა ჩვენ უკვე ამას უყურებთ ღია, თუმცა არაერთხელ ჩვენ ხას უსვავთ, რომ ეს გეგმები უკვე ჩაშლილია და დღეს რაც კეთდება, ეს არის უკვე ძალისმიერი მეთოდებით იმის გაკეთება, რაც ვერ შეძლეს გეგმების და მიხედვით. გეგმიდან ამოვარდნილი გეგმა, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს სიტუაციური მდგომარეობებიდან გამომდინარე. სოფლიო ერთმართველობა ხელიდანაა გაშვებული და ვხედავთ, რომ ეს დიდი ვებერთელა სამხედრო მანქანა, პოლიტიკური, იდეოლოგიური მანქანა ჯერ ერთი შუაზეა გაპობილი, ევროპა ცალკეა, ევროგაერთიანება ცალკეა და ამერიკა ერთგვარად შტატები ცოტა ცალკეა გასული, ეს ერთი და ეს სამხედრო კამპანია ბლიცკრიგით რომ უნდა დაემთავრებინათ, ვერ ამთავრეს ბლიცკრიგით და აღმოჩნდა, რომ იმდენად დიდი მანძილითაა დაცილებული, მე ხლა არ გავყვები ამ სამხედრო თემას, ბევრი სამხედრო ექსპერტი უსვავს ხას, რომ ირანის და ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები გატოლდა მანძილებიდან და კიდე სხვა ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე. თუ ამერიკა არ იხმარს ბირთვულ იარაღს, ან ისრაელი გატოლდა და პირიქით მინუსისკენ მიდის, იმიტომ რომ რესურსი აქვს სხვა არის ირანის, სხვა სულიერი შემართება, სხვა რაღაცა იქ სხვა. ჩვენ უყურებთ, რომ ეს დიდი მხეცი, იმიტომ რომ სიტყვა ღმერთი და სიტყვა მოვიდა თავის დროზე, სიტყვა მოგვიტანა იესო ქრისტემ და ანტიქრისტეც არის სიტყვა, ცნობიერება. დასავლეთი ამგვარად უნდა გაიცნობირო, ის ანტიმარცხ ხდება. უყურებთ ამ მარცხის ერთ-ერთ შემადგენელს. თუმცა ეს ამბავი დიდი მსოფლიო ომი მიდის, გამოუცხადებელია ეს ომი თავისთავად ცხადია, ოფიციალურ ჩარჩოებში და ფორმატში ვერ ჩაჯდება, იმიტომ რომ ეს იქნება წამიერი აღსასრულის დასაწყისი, ჩაერთვება უკვე მასობრივი მოსპობის იარაღი ორივე მხრიდან, აქ იგულისხმება ჩრდილოეთი ჩინეთი და დასავლეთი ამერიკა. ეს რომ არ მოხდეს გამოუცხადებელი მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეგ ეს არ არის გამარჯვების მიმანიშნებელი სამხედრო კამპანია. პირიქით, ძალიან ბევრი ნიშანი იკვეთება, რომ ეს ისე ვერ დამთავრდება, როგორც გეგმარიც ჰქონდა დასავლეთს. მაგრამ ზოგიერთი უკვე რამის გამარჯვების დროშებს აფრიალებს, რომ რუსეთმა უკვე გაიმარჯვა, იმიტომ რომ ნავთობს ძვირად გაყიდის, ფულს რო აიღებს, მერე ომს მოიგებს, თავისთავად ცხადია. ამერიკა რო დამარცხდება სამხედრო თვალსაზრისით, ახლა არაერთხელ იგება ამერიკამ მე-20 საუკუნეში მარცხი იყო ვიეტნამში, მარცხიანად მოუვიდა გამოსვლა ავღანეთიდან, ასევე გამარჯვებაში არ ეთვლება ამერიკას, აქტივში არ ეთვლება ერაყის ოკუპაცია, ანექსია, იმიტომ რომ ერაყში კვლავ გაურკვეველი დარჩა, ხალხი ბოლომდე ვერ დააჩოქა ვერციკ და მუზარმაზარმა მონსტრმა თავის დროზე მარცხი ნახა და გაცილებით გლობალური მასშტაბის მარცხი ირანთან მიმართებაშიც ეს შესაძლებელია. მაგრამ აქ კიდე ხალხს უსვამთ, თუ არ იქნება გამოყენებული მასობრივი მოსპობის იარაღი. ამის საფრთხე რაც დრო გადის, იმიტომ რომ ხეცი რაც დამარცხებისკენ წავა, მით უფრო სახიფათო გახდება, ეს არის გასათვალისწინებელი. არის ერთი ვარიანტი არსებობს, თეორიული რა თქმა უნდა და ჩვენ არავითარი სურვილი არ აქვს პრაქტიკულადაც ასე წავიდეს. 11 სექტემბრის მსგავსი რაღაც პროვოკაციის მოწყობა ამერიკის თუ ან ევროპის ყოველ შემთხვევაში დასავლეთის ტერიტორიაზე ასეთი რაღაც მასშტაბური, გრანდიოზული ტრაგედიის დაგეგმარება და მოწყობა, რაც უნდა დაბრალდეს თავისთავად ცხადია ირანს შესაძლოა ისლამურ სამყაროს გარკვეულ უფრო ფართო არეალის მაცხოვრებლებზეც გადამისამართდეს, არა აქვს მნიშვნელობა, რომ უპირობოდ მოახდინოს დასავლეთმა თვითორგანიზება და ორგანიზებული თავდასხმის წარმოება და თვით მასობრივი მოსპობის იარაღის ხმარების გამართლებაც კი არსებობს ეს შანსი. ამის ამოქმედების შანსი, მაგრამ ჯერ ერთი ის რაც უკვე გაკეთებულია და გაცნობიერებულია,
ხელმეორედ ახლა ეს თემა იმიტომ შემოგვაქვს, რომ კვლავ გავიხსენოთ რა შეიძლება ამ დროს იქ და განხორციელებული წინასწარ ეს სიტყვა გავიდეს აქედან, გავრცელდეს, რომ შესაბამისად ის გეგმის ჩაშლას მოხმარდეს, იმიტომ რომ როცა გეგმავ რაღაცასეთ დახურულად და საიდუმლოდ და ასე შემდეგ ეფექტი აქვს, მაგრამ როცა ეს უკვე წინასწარ მჟღავდება, მას ის ეფექტი აღარ ახასიათებს და აქტივში კი არა, პირიქით შეიძლება შემოგიბრუნდეს. იმიტომ რომ 11 სექტემბრის საკითხებში ძალიან ბევრი და დიდი კითხვები გაუჩნდათ თვით ამერიკელებს. აქ ლაპარაკი არ არის აქეთა მხარეს. აქეთა მხარე პოსტსაბჭოთა სივრცე, ყველა დემოკრატიას უკრავდით ტარს და ხელები ჰქონდა გაწვეთილი ეს პერიოდია. ეს კითხვები გაუჩნდათ თვითონ ამერიკელებს. რომ ეს იყო მიზნობრივი აფეთქება, მიზნობრივად დაგეგმილი უზარმაზარი ტრაგედია, რაც უნდა გამხდარიყო აღმოსავლეთს ეგრეთ წოდებული ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყებისათვის. ჯვაროსნული პირდაპირ გაგებით ქრისტიანების თავდასხმა, ქრისტიანული დასავლეთის თავდასხმა აღმოსავლეთ ისლამურ სამყაროზე და ერაყში შეჭრა და რაღაც, მაგრამ აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ ქრისტიანობა არაფერ შუაში არ არის. ეს არის პირდაპირ სიონისტური გეგმების განხორციელება დიდი ისრაელის პირიქით ეს ყველაფერი ერთად არის კოალიცია ქრისტიანობის წინააღმდეგ. ქრისტიანობისა და ისლამის წინააღმდეგ შეთქმულება უფრო სწორად. რომელიც იმსხვერპლებს, შეიძლება მთელი სამყარო იმსხვერპლოს, არსებობს საფრთხე, რომ იმსხვერპლოს ებრაელი ერიც და რატომ? იმიტომ რომ სიონიზმი თავის დროზევე შეფასებულია როგორც ფაშიზმი, ფაშიზმის, ნაციზმის დაით-სახეობა. ნაცისტურმა მოძრაობამ თავის დროზე მოიცვა მთლიანი ერი, გერმანელი ერი. და გაიგივდა და გერმანელმა, რიგითმა გერმანელმა და დიდმა უმრავლესობამ თავისი თავი გაიგივა დიახაც მესამე რაიხს. გაიგივა. ხსნელად მაინც გამოუჩნდა გერმანელ ერს ქართველი, სტალინი. სტალინმა თქვა ეს ისტორიული სიტყვები, დღეს რო არავის არ უნდა გაიხსენოს, რომ ჰიტლერელები თუ ფაშისტები მოდიან და მიდიან და გერმანელი ერი რჩება. ერი ხალხი შეიძლება აცდუნოს მაცდურმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანი ერი მოსასპობია. იმიტომ რომ დამარცხების შემდეგ სერიოზულად დაისვა საკითხი გერმანიის საერთოდ დაშლის შესახებ, რომ გაუქმებულიყო როგორც წესი გერმანია. და ეს საკითხი დასვა დასავლეთმა. და სტალინმა ამ სიტყვებით და ამ საქმით შეაჩერა გერმანელი ერის ლიკვიდაცია და დატოვა. აქაც იგივე შეიძლება მოხდეს, ოღონდ უკვე სრულად განსხვავებულ ვითარებაში, რომ ამ სიონისტურ ცნობიერებას, რომელსაც ითავისებს უკვე რიგითი ებრაელიც და იწამლება წინა გადაცემაში ჩვენმა თანამებრძოლმა ზვიათიმ ახსენა, რომ ეს ორი ახალგაზრდა როგორ უდიერად უეპყრო ქართველობას, აკვა ცხოვრებლებს, რომ თქვენ უღირსნი ხართ და ჩვენ ღირსეული ღვთისმრჩეულები ვართ. დიახ, იდეოლოგია წამლის, ანტიქრისტიანული იდეოლოგია იმ დონეზე წამლის რიგით ადამიანებს, რას აკეთ ადანაშაულში შეყავს, ვეღარ გაუცნობიერებიათ. ეს იონისტური პოლიტიკა თუ დროზე არ გაჩერდა, შესაძლებელია იმსხვერპლოს ყველა თვით დანაშაულო და ანდაც ამ იდეოლოგიით დაბრმავებული ებრაელი ერის წარმომადგენლებიც. ეს საფრთხე არსებობს. და ვამბობთ ერთ რამეს, რომ ანტიქრისტეს, ანუ იმ მოშიახის დასმის მცდელობა მიიყვანს აბსოლუტური კატასტროფისკენ მთელ დედამიწას და პირველ რიგში თვითონ სიონისტებს და სიონისტურ პოლიტიკას. საიდან გვაქვს ეს ცნობები? დიახ, ეს ცნობები გვაქვს ჩვენ მიღებული. ღვთისგან გვაქვს მიღებული ქართველებს ეს ცნობები. იმიტომ რომ ჩვეულებრივი, ძველი, რელიგიური სულიერი შეხედულებები თუ ხემძღვანელებთ, ანუ ხემძღვანელობენ და მაინდა-მაინც ტაძარი უნდა აღადგინონ, ის უნდა დაანგრიონ, დიდი ისრაელი უნდა გააკეთონ, ეს აჯახებს მათ ისლამურ სამყაროსთან და არა მარტო ისლამურ სამყაროსთან. ამას მოყვება მასობრივი მოსპობის იარაღის ხმარებაც. და ეს იქნება დიდი დასასრულის დასაწყისი. ეს გზა დაუპისა და თუ გადარჩენა გვინდა არსებულ ცნობიერებაში, შესწორებები გვაქვს შესატანი. ხო, ვიღაც მეტყვის, რომ იქ ხო წერია, რომ ჯერ ანტი უნდა მოვიდეს და ქრისტე მერე მოვა. პირდაპირ თუ წაიკითხავ, კი, მაგრამ მაგასა აქვს სხვა სულიერი განმარტება, სულიერი სიღრმე, რაც არ ვიცოდით, ვერც გვეცოდინებოდა, მაგრამ ქართულად გაგვანდო უფალმა.
ეს ცნობა. ჩვენ პირდაპირ პერსონიფიცირებულად არ უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ის ანტიქრისტეც, ანტისიტყვა და ეს კარგახანია მოსულია და გამეფებულია და ეს ჩაქსოვილია არსებულ ფორმაციაში, არსებული ფორმაციის მესვეურები ხელმძღვანელობენ ამ ცნობიერები და მთელი იდეოლოგია ეყრდნობა. ეს იდეო და დიდი ხანი არ არის ის რაც გამოვიდა რომ მართლაც ნამდვილად ანტიადამიანური, ნამდვილად ანტიქრისტიანული ცნობიერებით არის დაავადებული ელიტა, ეპშტეინის კუნძულის საკითხები, რასაც ვერ გადავფარავთ, რაც არ უნდა დიდი ომი წამოვიწყოთ, რა? ეს ყველაფერი გამოვლენილი, ეს უკვე მოსულია და თუ გადარჩენა გინდა, მოსული სიტყვის მოთხოვნებით ფორმაციულ ცვლილებაზე უნდა წახვიდე. კაპიტალისტურ მასონურ ფორმაციას უნდა გაემიჯნო და ის ახალი უნდა შექმნა, რაც დაგვედო პროგრამული მოცემულობით. რაც ჩაგვეთვლება ბოროტების გზის დაგდებაში, სახელმწიფოებრივად, ფორმაციულად. ძნელი გასაგებია, როგორც აჩას ძნელი გასაგებია. მაშინ ასე ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდით მთელი მსოფლიო. საქართველოში ყავს ერთი ნაწილი, სასულიერო წარმომადგენლობა, რომელმაც იცის, როგორ მოიქცეს, რომ ეს მეორედ მოსვლა გადაწიოს უკან და მთელ მსოფლიოში კიდე ყავს ესეთი მოცემულობა, რელიგიური პოლიტიკური ლიდერი, ეხლა ტრამპი, რა თქმა უნდა, რა სადამის რელიგიაო, მაგრამ თუ დავაკვირდებით გარეშავო ვინ ყავს და სად მიყავთ, ესეც უნდა ჩავთვალოთ, რომ ერთგვარად რელიგიური პოლიტიკური ლიდერია, პოლიტიკური კი, ერთდროულად რელიგიური. რომ ჯარისკაცებს ოფიცრები ავალდებულებენ, რომ დაექვემდებარონ ამერიკა ჯარისკაცებზეა ლაპარაკი, რათა ტრამპი თურმე ღვთისგან განდობილი პირია, ეს არის მოციქულის სწორი, რომელმაც უნდა მოაწყოს არმაგედონი, აი აქ ჩვენთან ახლოვე ხალხო, ის შორს კი არა. პოპკორნის ყლაპით რო უყუროთ ამ ამბავს, ესე არის, აქვე უნდა მოაწყოს ეს არმაგედონი, რომ ქრისტესთვის მომზადეს, აბა ქრისტე როგორ მოვიდეს მეორედ. არმაგედონი უნდა მოხდეს, მესამე ტაძარი უნდა აშენდეს, იქ ჯერ ანტიქრისტე შევა, მე ეს ანტიქრისტე არ ვიცი ახლა როგორ არის, დაფიქდება და იტყვის რომ არა, მოდი ქრისტეობას ჯობია და ქრისტე რომ ტაში დაუკრავთ, როგორ ეს სიონისტი, ქრისტიან სიონისტები, ეს სექტანტები დანარჩენები როგორც აზროვნებენ და არ არის გამორიცხული რომ ანტიქრისტე გამოაცხადონ დაუშვათ რომელიმე მოწინააღმდეგე ან მათი სულიერ ლიდერი რაღაც და მე როდესაც სოლომონის ტაძარში დასვავეთ თავად წარმომადგენლებს თქვა რა ეს ქრისტეა და ხო აი როგორ მორიგდებიან ეგ სხვა საკითხია მაგრამ ესე იგი ამ სოფლიოში ყავს ორი ძალა ერთი ამოხრუჭებს მეორედ მოსვლას ეს ქართველები ვართ ესეთები ყვანანაკ ამოხრუჭებენ იციან, მაგრამ ახლა იქაც ხო არის რაღაცა, იქ კიდე არის დამჩქარებელი. იმასაც ღვთისგანაა განდობილი, ტრამპი ესეთია და რომ გეტყვის უნდა შევარდე შენ ცეცხლში, უნდა დაამტო ისეთი ცეცხლი, რომ ამას მოყვება არმაგედონი, მოიხარშევით, მოვიწვევით ბლომად ხალხი. მე რა იქ ხო წერია მესამედი მოიწყლა, ნახევარი, აბა რა უნდა გაკეთდეს. და აი ამ შემართებით ერთმანეთზე ვიწევთ. სად არის აქ ქრისტე ღმერთია, სად არის? ეს არის თორედ ანტიქრისტიანული ცნობიერება, რისი ტყვეებიც ვარ ჩვენს უყოლა და გადარჩენა თუ გვინდა, აი ეს მოთხოვნა და ეს მოწოდება შესასრულებელიაც მოკლედ და კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული. ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით მილიონზე მეტს აქვს ხელი მოწერილი, ვისაც ახლა აქ ზოგი არჩევნების თემას ვთავაზობ, ზოგი ამას, ზოგი იმას, ახალ სამართლებრივი რაღაცეების შექმნას, ხო, მაგრამ სამართლებრივი დოკუმენტები არის და თუ იმეს ესმის, ამის გამოყენება შესაძლებელია. და ახალი ფორმაციის ელემენტებიც აი ხელმოწერების თავფურცელში ჩადებულია და ჩანს, რომ ქართველი საკუთრება რა არის, რა გჭირდება და ასე შემდეგ. ეხლა ამაზე არ მოვყვები, ბევრი გვაქვს ნალაპარაკები, უამრავი გადაცემა აქვს ბატონ აკაკის ჩაწერილი, უამრავი ბროშურა გამოცემული. ხო ეს რაც ყველაზე მეტად ვერ გავიგეთ ქართველებმა, ეხლა არ გეგმავ რომ ამაზე ვისაუბროთ და ორ წუთში ეს გავხადოთ გასაგები. ისე კი საწყისებშივე უნდა გაგვეგო, ისე რომ ვთქვა. ეხლა რა შეეხება იმას, რომ ეს გამოჩნდა უკვე არის დამჩქარებელი აპოკალიფსის და მეორედ მოსვლის ტრამპის სახით არის დამამუხრუჭებელი აქეთ ყავს და ასე შემდეგ. ნუ ტრაგიკომიკული მდგომარეობა აი ესეთნაირად
მიმდინარეობს, თქვით რომ არსებობს ძალიან დიდ ძალასთანაა შეჭიდებული ადამიანი. ეს დიდი მკვლელი ძალა თითოეულ ჩვენთაგანშია, მაგრამ სრულად რეალიზებული დღეს სამწუხაროდ იმ დასავლეთში და დასავლური პოლიტიკის თავშია. და როცა ვხედავთ, რომ ის მარცხდება, სადღეისოდ მისთვის ეს დამარცხება არის უაღრესად მტკივნეული და უაღრესად საფაქთოა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ რა არის მოსალოდნელი, კიდევ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. რეზერვში მხედს ბევრი რამ აქვს. ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს სულ ყველა, ვისაც ამაზე ხელი ეწიფება რაღაცნაირად, ან ფიზიკურად, ან სულიერად. ახლა რაც შეეხება ზოგიერთი ჩვენთაგანის გაღიზიანებას, რომ რატო არ უჭერენ ქართველები მხარს ბენიამინ ნეთანიაჰუს, გამოჩნდნენ ირანის მხარდამჭერი ქართველებიც, ესე ცოტა არ იყოს სხვანაირად ალბათ გასაგები, გასააზრებელი. საერთოდ ტვინი რო გქონდეს ადამიანს, ცუდად ვამბობ ახლა ამ სიტყვასაც. უნდა მიხვდე, რომ შენი მასშტაბიდან გამომდინარე, იქ სადაც შენი გადარჩენაზეა ლაპარაკი, რომ მოგეთხოვება განსაკუთრებული სტატუსის ნეიტრალიტეტი ყველასთან თანაბრად. ამას უზარმაზარი გამცობა გააჩნია რეალობაში, რომ გადარჩე. შენ მხარეთ არ უნდა იცე, რას ქვია ირანის მომხრე ვარ, ამ მსოფლიოში ირანის მომხრე ხარ, თუ ირანის მომხრე ხარ, აქ რა ხარ, რატო ხარ ჩაბუებული, წადიადე კიდე იოვე მაშინ იქ. ან ასევე სხვა მიმართულებითაც იგივე შეიძლება ვთქვათ და კონკრეტულად კი ახლა ლაპარაკი გვაქვს, რომ რატომ არ უჭერთ ბენიამინს, რომელიც მსოფლიო მხსნელი, იმიტომ რომ ირანი ხო წვალებელი ყოფილა, მუდმივად გვაწვალებდა სულ ყველას გარეშე. აბა ებრაელებს ჩვენთან რა ხელი აქვს, არავით არის პირდაპირი არ ქონია თავისთავად კონფლიქტი ისტორიულად. ხო. თუ რა უნდა ითქვას ახლა აქ? ჩვენ ვერ გავხდებით სიონისტური პოლიტიკის მომხრე. სიონისტური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პირდაპირ ქართველი ერის მოწინააღმდეგე არ არის. სიონისტური პოლიტიკა არის მთელი მსოფლიოს დამღუპელი, მსოფლიო მასშტაბის. და ამ მასშტაბში ჩვენ ვხვევით და მოვყვებით. უკვე მოყოლილი ვართ. ამიტომ პროტესტის გრძნობა რო ჩნდება, არა მარტო რიგით ქართველში, ყველა კეთილი ნების ადამიანში, მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამ კეთილი ნების ადამიანების პროტესტს უერთდებით გულხურვალედ. ჩვენ ტაშს ვერ დაუკრავთ, ვერც ერთ შემთხვევაში ღაზას სექტორში რაც მოხდა და ხდება, ვერ დაუკრავთ. ღაზას სექტორში მაცხოვრებელი ხალხი არაა დამნაშავე 2000 წლის წინ ისრაელის სახელმწიფო, როცა დაანგრია, დააყარა და გადაასახლა რომის იმპერია. ეგ ხალხი მაგ საქმეში დამნაშავე არ არის. შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს მაგ ხალხმა მიიღო, მანამდეც იყო რაღაც გარკვეული სირთულეები, მაგრამ მიიღეს ძალიან გულმოწყალედ თავის ტერიტორიები დაუთმეს, ძალიან თბილად მიიღეს და ახლა შენ რომ მოგინდა დიდი ისრაელი უნდა ავაშენო იქიდან ნილოსიდან ევრატამდე და მილიონობით ადამიანია მაშინ ასაყრელი, გასაყრელი და გენოციდი გაქვს ჩასატარებელი. შენ რო ეგ მოგინდა, ეს უდანაშაულო ხალხი, უდანაშაულო ბავშვების ხოცვაში, ლეტაში ვერავინ ვერ გაგამართლებთ და არ გავამართლებთ არავის. ჩვენ ვეთანხმებით ისრაელის სახელმწიფოს ართეობას გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციების ფარგლებში. მაგრამ ვერ დავეთანხმებით იმ დიდ ავადმყოფურ წარმოდგენებს ნილოსიდან იქამდე. ახლა მონღოლებმა რომ მოიწადინონ, აღადგინონ თუ მიეცათ მონღოლებს ის სიმდიდრე და მოვიდნენ ამ სისტემის სათავეში, რომ მონღოლეთის იმპერიის სიძლიერე უნდა აღადგინონ, რა ვიცი, ავიდა სადამდე იყო გადაჭიმული. არ დავეთანხმებით და ვერ დავეთანხმებით ამ ამბებს. ისე ვერ დავეთანხმებით. თუნდაც რომის იმპერია. თუნდაც რომის იმპერიის აღდგენას ვერ დავეთანხმებით. და სიონისტურ პოლიტიკას უკავშირდებოდა მით უმეტეს ეს ადამიანები არ არიან გულუბრყვილობი და ძალიან ბევრი რამე იციან. ვინც ამას ამბობს საქართველოში. სიონისტურ პოლიტიკას დაუკავშირდა თვით ფაშიზმი და ნაციზმი, რომელიც მთელ მსოფლიოს უზარმაზარ პრობლემად იქცა და გადაიქცა. და ჩვენი პრობლემაც იყო 9 მილიონამდე ადამიანი შეეწირა ქართველი უშუალოდ. როგორ არ მოვყევით? ის კოსმოპოლიტიზმი, მასონიზმი და ეს
უსამშობლოობა, ეს სულით უსამშობლოობა, ეს რომელი პოლიტიკიდან მოდის. ძალიან კარგად იციან ამ ადამიანებმა, საიდანაც მოდის და პირველ რიგში ჩვენს გვირთყავს. მაგრამ სწორედ ჩვენ ვყოფთ სიონისტ და ებრაელებს. სიონისტური იდეოლოგიით თუ დაავადებ ებრაელებს, ებრაელი გაიგივდება სიონისტთან, ნაცისტთან. და დაიწყება ებრაელობის დევნა და დაწყებულია სხვათა შორის. და ჩვენ ვამბობდით ახალი სიტყვიდან მიღებული ცნობიდან გამომდინარე, რომ ვერ გამოვა ანტიქრისტე, ანტიქრისტიანული ცნობიერების მატარებელი ეს კლანი ვერ გამოვა გამარჯვებული. და დამარცხდება და გადაიყოლეს მთელ მსოფლიოს. მაგრამ ამით იმას ვამბობთ, ახლა კაი სიონიზმის გავიგეთ ეს გამოვლინდა უკვე. ეს არ აძლევს არც ერთ სხვა იმპერიალისტურ ცნობიერების მატარებელ სივრცეებსაც, რაც ბონუსებს და ეს მათ მაინდა-მაინც ძალიან გაკეთილშობილება უნდათ ახლა, რომ იცი რა მე ხო უფრო უკეთესი ვარ და არა, უბრალოდ ისე მოხდა, რომ დიახ ეს არის ახლა ყველაზე მეტად წამოწეული, ყველაზე მძლავრ მდგომარეობაში ახლა ეს არის გადასული შეტევაზე, იმიტომ რომ გეგმები აქვს ჩაშლილი, იმიტომ რომ ის სივრცე, რითაც მთელ მსოფლიოზე გაბატონება უკვე ერთი ხელის გათვლით იყო შესაძლებელი, ეს სივრცე დაბლა ეცემა. აღმოსავლეთი წამოვიდა წინ, ჩინეთი გაძლიერდა და გაეცათ. გაუხშეს, ხელიდან დაუსხლტად. რუსეთი სხვანაირად იწყებს ამოქმედებას, თუმცა რუსეთზე კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი, ხო, ეგ ჯერ ისი არ არის, ჯერ იმ გზაზე არ დგა, სადაც უნდა დადგეს. რუსეთის ორმაგი სტანდარტები ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. ახლა ნელ-ნელა ცხვირში ამოადენს ის ორმაგი სტანდარტები, რა უპირატესობებიც ჰქონდა თუნდაც ბრძოლის ველზე ნელ-ნელა ეს თანდათან შეიცვლება, მაგრამ ნუ გაუხარდებათ ნურციკით ამ მხარეს, ეს უფრო დაგვაახლოვებს წითელ პნოპკის თითის ამოძრავებას. სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი ბირთვული პოტენციალი აქვს. ხო. ამიტომ ამ ადამიანებს მოუწოდებთ რა, რომ არ არის საჭირო ვერ გავამართლებთ სიონისტებს. სიონიზმი ისეთივე დასაძლევია და სიონიზმის ავადმყოფობისგან გასათავისუფლებელი მსოფლიო მართვის ელიტა, ისე როგორც ფაშიზმი იყო დასაძლევი და მისგან უნდა განთავისუფლებულიყო, ესე დასაძლევია, მაგრამ ძლევის იარაღი, ძლევის სიტყვა ქართველებს გვაქვს და ძლევა არ გულისხმობს მოკლას არც ერთ შემთხვევაში. და გაითვალისწინო. მანამ ჯერ ამის გათვალისწინება კიდევ არის შესაძლებელი. თორე თუ ეს უმართავ მდგომარეობაში გადაიზრდება, მაშინ აღსრულდება ის, რაც თავიდანვე მოგვეწოდა, ის ადამიანები უკვე დაბადებული არიან, ისერები ქვეყნების შექმნილებიც კაცობრიობას აიყვეს დაღუპვისკენ. და როგორ უყურებთ ახლა, როგორია ჩვენი ტრამპიზმი? ტრამპლინი ჯოჯოხეთში რა? მე დარწმუნებული ვარ, არ მოვყვებიო, არ მოვყვებიო სამოთხეში. გარდა მაგური მიზეზი, სადაც შენ დაასახელე, იმის პასუხად, რატო არ ვართ აქტიური მხარდამჭერები ისრაელის ამ ომში. ერთი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გამოხატული ექნება, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური. და ფაქტობრივმა ნეიტრალიტეტმა გადაგვარჩინა ჩვენ 22 წელს დაწყებულ კონფლიქტში, რომ ჩავთვლილიყავით, დღეს საქართველო აღარ იარსებოდა. გინდ რუსეთის მხარეს, გინდ უკრაინის მხარეს ჩვენი ჩართვა იქნებოდა დამღუპელი. ახლა ის სხვა საკითხია, ცალკეული მებრძოლები თუ როგორ ეძახიან ბოლშევიკები, ერთ მხარესაც იბრძვიან ქართული წარმომავლობის, წარმოშობის და მეორე მხარესაც, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკა და ის ცალკეული პიროვნების არჩევანი. ეგ ერთი, მეორე. სიონიზმი და საბოლოო გეგმები. ასეთ შენ ისაუბრე. ეს ომი რისთვის არის წამოწყებული? რა მიზნებს ისახავს? ირანი არის ერთადერთი ძალა, ერთადერთი ისლამური ქვეყანა, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგება ალაქსის მეჩეთის დანგრევას, მის ადგილზე სოლომონის ტაძრის აგებას, აღდგენას და იქ მოშიახის დასმას. თავისი პროქსი შეიარაღებული ფორმირებებით, როგორც არის ჰეზბოლა, თუ ჰუსიტები, თუ ჰამასი და ასე შემდეგ, კიდე ერაყის გამანთავისუფლებელი ისლამური ორგანიზაცია და სახელები აღარც მახსოვს ყველას. თავისი პროქსი დაქვემდებარებული ძალებით ამას უწევს აქტიურ
წინააღმდეგობას. ამ ომის დაწყებას აქვს კიდე სხვა მიზეზები და მიზნები. ის რომ ამერიკამ რაც შეიძლება მეტ ნავთობზე და სიმდიდრეებზე და გაზზე და სიმდიდრეებზე დაამყაროს კონტროლი, რომ ამერიკამ დაამყაროს კონტროლი ორმუზის სრუტეზე, სადაც მსოფლიო ნავთობ რესურსების 20% გადაადგილდება და მოძრაობს. ამ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო ბრძოლა ჩინეთთან და სხვა ცალკეულ სახელმწიფოებთან კრახით შემოუტრიალდა და უზარმაზარი ზარალები მიიღო ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტმა და ამას ძალიან ცუდად ახსენებენ ტრამპს და ამისი გადაფარვა დიდი ომით სურს. ეპშტეინის ფაილების გამჟღავნება, სადაც როგორც ამბობენ, ასევე აქტიურად ფიგურირებს ბატონი ეპშტეინის, ეს ბატონი ტრამპის სახე, მისი მონაწილეობა ხშირად ფიქსირდება და სხვა შემდეგ მიზეზები. გარდა ამისა, ახლა ობიექტური პოზიციიდან გამომდინარე, რომ შევხედოთ, ახლა ისტორიული მტრობა გასაგებია ირანთან და ირანს ძალიან ბევრი სისხლი მართებს ჩვენი და ჩვენ წინაპრების, ძალიან ბევრი ცოდვა ადევს ჩვენი წინაპრების, ბავშვების, ქალების, თუნდაც აი ეს ფერეიდანს ჰქონდა ჩვენ 2-3 გადაცემის წინ ფერეიდან ქართველებზე საუბარი როგორ მოხდა მათი აყრა და გადასახლება და მოუხრება ყველაფრის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისის დრო იყო, როცა ვის ერეოდა, ესხმოდა თავს, ძარცვავდა, ავიწროებდა და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ 200 წელია ირანი თავს არავის აღარ დასხმია და ომიც არავისთან არ ქონია, თუ არ მივიღებთ ხედველობაში ირან ერაყის ომს, რომელიც ასევე დასავლეთის მიერ იყო ინსპირირებული. ერაყში მოიყვანეს ჰუსეინი სპეციალურად შეიარაღეს იმისთვის, რომ სწორედაც პროქსი ომი ეწარმოებინათ ირანის წინააღმდეგ. ის სხვა საკითხია, რომ შემდეგ ჰუსეინი იქით შეუტრიალდა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და დასამხობი გაუხდათ, მაგრამ მე რასაც ვამბობ, ეს არის ფაქტი, რომ ირანს არავის მიმართ აგრესია არ უწარმოებია, არავის თავს არ დასხმია. ეს 200 წელი თითქმის ის პერიოდია, რაც ამერიკის სახელმწიფოებრიობა ფიქსირდება. და ამერიკის სახელმწიფოს ამ პერიოდის განმავლობაში რამდენი დაპყრობითი ომი აქვს ნაწარმოები, მოდი ამასაც გადავხედოთ. რა თქმა უნდა, ესეც უბრალოდ ელემენტარულად ადამიანი ყოველგვარი პოლიტიკური გააზრების გარეშე, ყოველგვარი სხვა მიმდინარეობების გარეშე, რომ შეხედო და დაუფიქრდე და ბუნებით ქართველი არის მიმტევებელი და გულჩვილი, ასე ვთქვათ, როდესაც ქუჩაში ჩხუბობს ძლიერი და სუსტი, ქართველი ყოველთვის არის სუსტის მხარეზე. ესეთია ბუნება ქართველის ბუნება. და როდესაც ეს ამხელა კოალიცია თავს ესხმის, უხოცავს ბავშვებს, აგერ ერთი ბომბით 168 ბავშვი, სრულად უმანკოშვიდიდან 12 წლამდე ბავშვები დაუხოცეს. თანაც ირანს მოლაპარაკებებზე უარი არ უთქვია, ხო? ორჯერ იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან და აი ზუსტად მოლაპარაკებების დროს დაესხნენ თავს, დაუხოცეს მაღალჩინოსნები, გენერლები და აი ბოლო დროს კიდე იქამდეც მივიდნენ, რომ უზენაესი ლიდერი, სულიერი ლიდერი მოუკლეს. უმაღლესი მუხანათობა და ისტორიაში არ ნახული მოლაპარაკებების წარმოების დროს ესეთი ვერაგული თავდასხმისის, რა ვიცი ხლა მეკობრეებიც არ ჩადიოდნენ და გვარს აქციებს და აი ეს არის პასუხი იმაზე, ყველაზე უმთავრესი არის ის, რომ საქართველო და ქართველი უნდა იყოს ნეიტრალური და ჩვენ არ უნდა ჩავედოთ არც რუსეთ-უკრაინის ომში, არც ისრაელ-ირანის ომში და არც ღმერთმა არ ქნას კიდევ სხვა ომი იყო, აგერ ინდოეთ-პაკისტანის ომი, ცოტა ხნის წინ პაკისტანის და ავღანეთს შორის იყო შეტაკებები. ჩვენ არა ვართ ის ზესახელმწიფო, რომ დაუშვათ მივიდეთ და ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ, თუნდაც შუამავლობის კუთხით. ამდენად ჩვენი ერთადერთი გამოსავალი არის ნეიტრალიტეტი. და ეს მოითხოვა სწორედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. პირველი საკითხი ეს არის. მეორე, ჩვენ ვერ დაუდგებით სიონიზმს და იმ მიზნებში ვერ გავყვებით ამერიკა ისრაელს, რა მიზნებითაც, ძირითადი მიზნებითაც ეს ომი მიმდინარეობს. ქრისტიანი მართლა და მესამე კიდევ
ერთი რამაც მინდა კიდე დავაყენო დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს გადაცემები ჩაწერილი, სადაც უპასუხებთ იმ ქალბატონს, რომელიც ამბობდა, რომ ქართველები თქვენ არ ხართ ღირსი ამიტად ცხოვრების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ ბოლო დროს ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ესეთ ის, რომ ებრაელები ამტკიცებენ, რომ ამ მიწა-წყალზე ქართველებზე წინ ცხოვრობდნენ ებრაელები. და ჩვენ ებრაელების შემდეგ გავართ მოსული. და ამას ოფიციალური თბილისი ეწინააღმდეგება. არ აღიარებს უფრო სწორად. ანუ რა გამოდის, რომ ესე იგი დანარჩენი ქართველები, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ ეს, რომ ჩვენზე წინ ებრაელები ცხოვრობდნენ, იქნებ იმიტომაც იყო, რომ ესეთი მიმტევებლები და ესეთი მობიერები ვიყავით სხვებისგან განსხვავებით, რომ ვიცოდით შინაგანად თუ ეს მათი საცხოვრისი იყო და გარკვეული კომპლექსი ჰქონდა, ეხლა ძირძველი სხვა შევავიწროვებდით. აი, აქეთკენ მიყავთ ეს ყველაფერი და რომ ხალხს რომელსაც ესეთი მტრობა უდევს გულში, ხო, და ესეთ რაღაცას გიმზადებს, რომ შენ არ ხარ თურმე ამ მიწა-წყლის პატრონი და უნდა აიყარო, წახვიდე და ის უნდა მოვიდეს და დასახლდეს. რამდენად ვართ ვალში, რომ გინდა თუ არა მათ მხარეზე ვიყოთ ამ ომში თუ ან სხვა ომში, ეგეც ხო მოდით ასე შევეხოთ ამ საკითხსაც, რომ ქრისტიანი ხარ კაცო, ვიზეცა ლაპარაკი არა საჭირო, ეხლა კიდე მეტი ითქვას, მაგრამ ქრისტიანი ხარ და ანტიქრისტეს დასმას მხარს როგორ უჭერ? აქ ხო ღიათ არის. გააქვს შესაბამისი განათლება, როგორ უჭერ მხარს. მაშინ შენ ამ დროს რა მხარეს წარმოადგენ? ეს ერთი. პოლიტიკური თვალსაზრისით ესაა მსოფლიო ბატონობისათვის ბრძოლა და ვისი? ეპშტეინის ფაილებში ვინც არიან, აი ეს კატეგორია რომ გახდეს მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი. აი გწყდება მან და ამათ როგორ უნდა დაუჭიროთ ჩვენ მხარი. აი რანაირი ქრისტიანი ხარ, რანაირი მართლმადიდებელი ხარ. იცი ერთიც, იცი მეორეც. რომ ერიტყვი რომ არ ვიციო, იმიტომ რომ მთელი ბომონდი პოლიტიკური დასავლეთის ეპშტეინის კუნძულზეა ნამყოფი და მონათლული ჭყალებში. აი სიტყვა არ შეიძლება გაიხარჯოს. მომიტევეთ რომ ეს სიტყვა ვიხმარე. ამ წუმპეშია ამოვლებული და ის სოფლიო ერთმართველობა საითაც მიდის და რისთვისაც იბძვიან ტრამპიზმით, ანუ ნეოფაშიზმით, ეს ამერიკული ნეოფაშიზმია. აი ეს ძალა უნდა გაბატონდეს. ამას როგორ უნდა დაუჭირო მხარი? მერე აი სიონიზმი ისეთი რამეა და ზოგადად ნაციზმი და ფაშიზმი და თავის წარმოდგენა რომ შენ რო რჩეული ხარ, შენ უნდა იბატონო სხვებზე და შენ რომ მიიჩნევ რომ ღმერთისგან გაქვს ეს მოცემული, ესე იგი წინ ვერავინ და არაფერი არ უნდა დაგიდგეს. ვერავით არის მსხვერპლ გაღება და რაღაც ვერ შეგაჩერებს და პირიქით რას მე მსხვერპლს გაიგებ და მე სისხლს დაღვრი ურწმუნოთა თუ გოების უფრო მეტი შესაწირი მიგაქვს შენ ღმერთთან. ესეთი იდეოლოგია როცა ბატონდება, მე ეს თელ რიგ სიმახინჯეებს წარმოქმნის. და ჩვენ გვაქვს ამ სიმახინჯესთანაც საქმე გვაქვს უკვე და ეს ხო იცის ამ პიროვნება და ჯგუფმაც. რომ ეს ქალი გარკვეული შემადგენლობით, რომელიც პირდაპირ მოგვადგა და უშერად გლანძღა მთელი ქართველობა. მანდ ღვთის რჩეულები უნდა მოვიდნენ. თქვენ ხართ ისეთები რომ მან ცხოვრების უფლება არ აქვს, რჩეული ხალხი უნდა მოვიდესო. და აქედან მოდის მერე უკვე დანარჩენი ეს იდეოლოგია, რომ თურმე უკვე აქ სხვა ცხოვრობდა. იქ ხო წერია რომ ახალი იერუსალიმი, აი ახალი იერუსალიმი მაშინ აქ სადაა საქართველოში ყოფილა ძველი მივიწყებული და აქ ვიპოვეთ, ესე იგი ჩვენ აქ ვიყავით, მერე საწაველით რა მოხდა, მერე მოვიდნენ უცხო ქართველები, ქართიზაცია, თურმე საიდანაც ქვეიდან ამოსულ ვართ და თურმე ესე იგი ამ ერთთან კარგი ურთიერთობა იმიტომ მქონია, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ესენი ადგილობრივები არიან. აი ეს მდგომარეობაა და ესე იგი რა ისი თქვა გვინდა რა, რომ იმ ერთ მახინჯ საწყის მერე უამრავი განთესვა მოსდევს ასეთივე მახინჯი. და რას ვიგებთ? არაბული სახელით იდება ფული და უშენებთ ბინებს, უკეთებთ რეკლამას და მოყავს და
ხო, ისრაელში შეიძლება გაუგზავნისი გახდეს ცხოვრება, სიონისტური, ავანტიურისტული, ანტიადამიური პოლიტიკიდან გამომდინარე. გაუგზავნისი გახდეს. და ის ღვთის ხალხი აღთქმული მიწიდან ახალ აღთქმულ მიწაში უნდა გადმოასახლდნენ აშენებულ კორპუსებში, აშენებულ სასახლეებში, ხო? ამას აკეთებენ საქართველოში და ეს ხდება. ამაშია ჩვენი უბედურება. თან ხელისუფლებას ალიბი მოარგეს ეგრევე. აი თუ ოფიციალური თბილისი არ არის. კითხვა ამაშია. არა და აი პროგრამაშია ჩართული რეალურად რაც ხდება ჩვენ არაბიზაცია შევარქვით პირობითად, მაგრამ შესწორად თქვი. აქ არაბების და სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანებით ვის ხელით უნდა მოხდეს ქართველების უმცირესობაში მოქცევა და განდევნა, შევიწროება და შემდეგ მერეა არაბებს და სხვებს მოულიან ისე როგორც სულიან დაუშვათ პალესტინაში. კი. აი კიდე ცალკე განხილვის თემა გახლავთ იქ ვისთან არის ხელისუფლება განსაკუთრებით დაახლოებული არაბულ სამყაროში გაერთიანებულ ემირატებში რისი ცენტრები იყო გახსნილი რა ბანკები ისინი ყველა სიონისტების მოკავშირეები არიან აბსოლუტურად ანუ ეს უბრალოდ აქ ვერ გაურკვევიათ რა ერთი კიდე ცოტა სხვა განხილვის საკითხია მოკლედ საქართველოში არსებული მშვიდობიანი მდგომარეობა უკავშირდება იმას რომ უფლის ხალხს უნდა აუშენდეს აქ სავანე. 64-ის ტერიტორიაზე უნდა აუშენდეს სავანე. Ამიტომ აქ უნდა იყოს მშვიდობა. იქ აღთქმულ მიწას თუ დააკარგვინებს ეს საშინელი სიონისტური აგრესიული პოლიტიკა. აგერ ახალი აღთქმული ციც აქ არის. ქართველიერი ნელ-ნელა მცირდები და გარეკვის პოლიტიკაა შემუშავებული და ეს ყველაფერი იფარება ეგრეთ წოდებული დებატების შემოთავაზებით. აი პირდაპირ მეორე საკითხისთვის თუ დაგვრჩა დრო არ ვიცით. ნახოთ ცოტა, ამიტომ იქნებ შემდეგში მაინც სხვანაირად შევეხოთ. ძირითადად ამ დებატებს აწყობს, იმიტომ რომ შეიქმნას საჯაროობის და დემოკრატიის კურსი. რომ არ გავწეროთ ძალიან დათოს მივცეთ. დიახ, ბოდიში. ცოტა არა, ეხლა ვისა და მოდი ეს საკითხი მომავალისთვის გადავიტანოთ, იმიტომ რომ გავაკონტროლე და უკვე ძალიან გაწერვა მოგვიწევს. ან დრო უნდა გავწეროთ ძალიან. ან ისე უნდა დავკუმშოთ, რომ შეიძლება რაც გასაგებად არ ჩამოყალიბდეს თემა და დათო ხო? კი ბატონო. აშკარად ჩანს მართალია, აი აბსოლუტური სიმართლეა თუ რა არის ამ ხელმტერია ეს სიონისტური რეჟიმი არა მარტო ქართველობის და ქრისტიანობის, არამედ მთელი სოფლიოში საკუთარი ძმები ერმარა დააშავა ეს ებრაელიერი ეწირება თვითონ აშკარად ხედავთ როგორ იბომბება თელ-ავივი ხო საშინელი სანახავი უბრალოდ კი მიწის ქვეშა ბომბისგან დასაცავი გვირაბებში პატარა ბავშვები ტირიან იმათ აიციან რატო ხდება რა ხდება და ყველა ტერორშია თავის ხალხის რა დღეში ჩააყენეს ხო რა დეზინფორმაციული დაკადიბოედინება დიაღვარი ტელეკომპანიების ხრიდან რომ ვითომ იქ არაფერი არ შეგინებულად არასახელები მარტო ირანის მხარეს ამდენია დახოცილი და იქ ებრაელი ამდენი იხოცება ამას არავინ არ ლაპარაკობს ღამერთმა იცის ამდენი და ვინ არის ახლა ამისი მტერი ვინ არის წამომწყები ამისი და თვითონ გავიხსენოთ ოქმები თვითონ უწერიეთ დიდი მიზნების მისაღწევად რა არის ეს დიდი მიზანი სოფლიო ბატონობა ხო საკუთარ ძმებსაც პატარა ძმებსაც გავწირავთ და მათგან კარგს რას უნდა ველოდეთ და ვიღაც ახლა ჩვენ აი ქართველები რო გვეუბნებიან რომ რატო არ უჯერთ მხარს ამ სიონისტურ რეჟიმს თუ ვინ არიან ისინი ვინ აი იმათ სათავეში იმაში რამოდის და თვითონ უწერიათ თვითონ ბოლოს და ბოლოს რომ მხოლოდ და მხოლოდ ებრაელი არის ღირსი იწოდებოდეს ადამიანად რომ დანარჩენები უნდა იწოდებოდნენ ღორებად ანუ გოებად თვითონ ის ებრაელიც რომელიც სინაგოგაში არ დადის და რაბინის სიტყვებს არ ემორჩილება პირდაპირ სიკვდილის ღირსია და
გაართვლიან ებრაელად იმ ებრაელს, ვინც ქრისტიანია. ეს სექტაა რა ბატონო დავით, ერთი იუდაიზმი. თალმუდით ვინც ერზე არასოდეს არ ვარ, ყველა ერი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ღვთაებრივი წარმონაქმნია, ნებისმიერ იგივე ებრაელი იქნება, ირანელი იქნება, ამ მნიშვნელობა ჩვენ ყველა გვეცოდება. ყველა გვეცოდება და ყველა აი მართლა უფლის შექმნილია და რატომ უნდა ხდებოდეს განა იმისთვის მოვიდა ადამიანი ამ ქვეყნად და ღმერთმა მოავლინა რომ აი ამ დღისთვის და ყველაფერი იხარჯება ამ ხელა რა ვიცი აი ვინ მოთვლის რომ საკუთარი თავების დასაგრებად საბოლოო ჯამში ვამბობ კიდეც და აშკარად ჩანს რომ ის სიონიზმის მარცხდება უკვე საკუთარ თავებს დაუწყებენ ბოლოს ჭამას როგორც აი ცნობილი ქართული ფილმია ყველასათვის საყვარელი კაცი ჭამია ვირთხები უარიან რომ დახოცავენ სუსტებს და მე ორი ძლიერი რო დარჩება და ერთმანეთს რომ ბოლოს და ვიღაცა ხო უნდა დარჩეს საკუთარი გამარჯვებული არავინ არ დარჩება ზუსტად ეს არის ეს სურათი დღეს და ახლა იმასთან მიმართებაშიც რომ ვიღაცები მავანი კარგი ვიღაცის ებრაელი იქიდან მოდის იმისგან რომ ცდილობენ რომ დაგვაჯერონ ჩვენ რომ ვითომ პირველები არიან ისინი აქ ყველაზე უძველესი არის ებრაელი და აქ ჩვენ სტუმრები ვართ. აი ისე გამოდის რომ აი მადლობის მაგიერია ყველა ქვეყნიდან მიგენი გამოყარეს. ერთადერთი ერი რომელმაც ყველაზე დიდი კომფორტი შეუქმნა აქ ქართველი დახვდა იმ ებრაელს. ამას თვითონაც ახლა თავიანთი ეს ძალიან კარგად იციან იმათმა რომ ეს ასია მაგრამ ცდილობენ იმას რომ ჩვენ დაგვაჯერონ ეს ავიცი ალბათ არ ვიცი ბევრი გონიათ ასეთი მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებენ ეგენი ვერასოდეს პირიქით იქეთ აი არსებობს იმის საშუალებები რომ დამტკიცდეს თუ ობიექტურად წავა ყველაფერი მომავალში რომ ვინ არის ის და საიდან მოდის ეს ყველაფერი ამაზე არაერთხელ ვისაუბრია აღარ მინდა რომ ცოტა შორს წავიდეს ეს საუბარი მაგრამ აი ელემენტარული აი პირად ურთიერთობებში ავიღოთ რა გაჭირვებული ადამიანი მივიღოთ აი ავიღოთ კახა მიიღე სახში დააპურე გამოზარდე სამსახური უშოვე ყველაფერი და აქეთ რომ მოვდგეს რომ არა ეს ჩემი სახლგარია ჩემი ოჯახია შენ ვინახა შენ წადი აქედან აი ესეთ როლშია დღეს მომიტევენ მაგრამ ეს ებრაელი ერი ჩვენს მიმართ აი ერი არა და ებრაელი არა ის აი ვისგანაც მოდის რა ვისგანაც მოდის და ებრაელი ერი სამგედრო შეცდომაში შეყავთ შეცდომაში როგორც მოძღვრავენ ახლა ბევრი ჭკვიანი მიხვდება ეს ებრაელიც თქმა უნდა მიხვდება იმას რომ ეს ასე არ არის არიან იმაჩიც რა თქმა უნდა მწოდნეები ისტორიკოსები და მართლაც სამართლიანობა უნდა იზეიმოს ესე არ შეიძლება ესე გაგრძელება და ეს ამ ცხოვრების თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გზით აიხანია აგერ პლატონი აგერ ჯორჯაძე გვეუბნება ჯერ კიდევ 31 წლის წინ ამ გზით დაუყვა ამ გზით და საკუთარ თავს დაუყავენ საბოლოო ჯამში მაგრამ სიმართლემ თავისი უნდა თქვა ასეც რა არის ამაში ცუდი რომ მე სიტყვაზე რომ გამიგეთე სიკეთე ხო რაც არ უნდა იყოს ადამიანობაში და მე ის ვაღიარო რომ დიდი მადლობა აი მადლობასაც არ მინდა რა ვისკენ ხო ნუ აი დაუნახავი ნუ იქნება ხო და ამ შემთხვევაში აი რა ვიცი აი ესე გამოსდით რა აი საუბედუროთ რა იმ სოფლიო მასონობას ზემოთ ლაპარაკი მაგრამ იმაჩიც არის რა თქმა უნდა განხეთქილება იმაჩიც არის ახლა ყველაზე ვერ ვიტყვი ამას არ არის აი დღეს აი რა ვიცი მაქვს მაინც იმის იმედი და გვაქვს ამის მაგალითები რომ ბოლო სავლე იქცა პავლეთ რომელიც ქრისტიანებს ხოცავდა და მე პირველი ერთ-ერთი საუკეთესო მოციქული იყო ქრისტესი და ბოლო არის რომ ვიღაცამ უნდა გადმოდგეს აქეთ ნაბიჯი ვიღაცა ჩვენები ბევრი ხალხი ჩვენი ტოლერანტობის და სტუმარმასპინძლობის დამფასებლები არიან დავით ესე არა არიან აი თუნდაც ქართული ანსამბლები ჩადიოდნენ ისრაელში სრული ანშლაგით მიდიოდა ხოლმე მონატრებული ქართული სიმღერები
ქართული ცეკვები და ტაშის გრიალში ჩაილვიდა ხოლმე ეს კონცერტები. ის ქართველი ებრაელები ჩვენი ძმები რომ თანაც მეგობრობა ქონდა, რავი, თანაცხოვრება ქონდა საუკუნეების განმავლობაში და აი ის ხალხიც ამ დღეში ჩააგდეს. აყვავებული, აშენებული ქვეყანა დაანგრიეს. ეს გაუხადეს ის საქმე, რომ ყოველ 15 წუთში განგაში სიგნალია და უნდა გაიქცეს და ბუნკერში დაიმალოს. აი ამ ცხოვრებით აცხოვრებენ საკუთარ ერთად ის სიონისტები. მიიყვანეს აქამდე. აქეთ ხარეს დაანგრიეს ირანი. ყოველდღე ბომბავენ. იქ არაბული ქვეყნები, რომლებიც მოკავშირეები იყვნენ ამერიკის და იქ ბაზები იყო განლაგებული და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების ოფისები იბომბება და არის ომის ორმტრიალი და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, ეს ამხელა ფინანსები, ამხელა ენერგია, ამხელა ხარჯები კაცთა კლასში და ურთიერთდაპირისპირებაში თუ არ იხარჯებოდეს. და ეს ყველაფერი მიმართული ყოფილიყო ადამიანთა საკეთილდღეოდ. და ეს ქვეყნები ერთმანეთს კი არ ებრძოდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ტექნოლოგიებს აწვდიდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ასე შემდეგ. აი რა ცხოვრება იქნებოდა დედამიწაზე? კაპიტალიზმი კონკურენტები არიან ერთმანეთს. უბრალოდ წარმოიდგინეთ 60 იქნებოდა, ხო? არა და ყველაფერი რომ ზათ არის, ნამდვილი 60 იქნებოდა. შესაძლებელია მაგ მიმართულებით წავიდეთ. ადამიანისათვის გელი და კონკურენტი. მაგიტო წამოვიწრე კახა ეგ ლაპარაკი, რომ სწორედაც ახალი ცნობიერება, ახალი იდეოლოგია მაგას გულისხმობს, როგორც ქვეყნის შიგნით თანასწორობის და ადამიანზე ზრუნვის დამყარებას, რომ ყველა ადამიანი იყოს სახელმწიფო ზრუნვის ობიექტი. და ერთი ადამიანი განკერძოლებულად ის მოხუცია თუ უპატრონოა თუ რავი დავდომილია თუ ავადმყოფია არ იყოს უპატრონო და სახელმწიფო უპატრონოს თუ მასზე სხვა არავინ არ არის მიმხედი. ანუ ყველა მოქალაქეს, ყველა ქვეყნის შვილს ყავდეს პატრონი, ეს პატრონი იყოს სახელმწიფო. ამ გზით რო წავიდეთ და პლუს კიდევ სოფლიოში სახელმწიფოებს შორის იყოს მართლა კეთილმეზობლური ურთიერთობა, კეთილმეგობრული ურთიერთობა. მართლაც დავეხმაროთ ერთმანეთს, შე რაღაცა გაქვს კარგი მომაწოდე, მე მოგაწვდი. აი ამ გაცვლა-გამოცვლაში ურთიერთდახმარებაში დედამიწა დაიტევს და გამოკვებავს კი არა. 10-მდე გამოკვებავს თუ ეს სახსრები მიმართული არ იქნება ერთმანეთის ჟლეტვაზე. არსებული ტექნოლოგიებით გამოთვლილია და 14 მილიარდზე მეტის გამოკვება შეუძლია სრულფასოვნად დედამიწას. ეს ციფრები და რაღაცები არის ტყუილი, რომ არ შეუძლია და ასე შემდეგ. ემსახურება აი ამ სიონისტურ მიზანს, ეგ სხვა გათვლებს დაეფუძნა და სხვა იდეოლოგიიდან მიყვა ამოსული და შეიცვალა და სინამდვილე სხვა არის და სხვა პერსპექტივები არსებობს. მოკლედ არსებობს გადარჩენის შესაძლებლობები და ამისი რესურსის და ცოდნაც მოცემულია კაცობრიობას იმ სივრცეში ვარ შესული და იმ დროში ესეც გვაქვს მოწოდებული, მაგრამ სწორედ იმ დროში და იმ სივრცეში ვარ შესული, როდესაც ან გაგრძელდება განვითარების დადებითი მიმართულებით კაცობრიობის ცხოვრება, ან აქვე გაჩერდება. აი ეს არის. აქვე დავასრულებ. დასასრულისკენ რო წავიდეთ, ნუ არ ვიცი ჩვენი ხმა სადამდე წდება, ან ვინუსმეს ჩვენ ხმას, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი ჩემს საქმეს, რომ საქართველოზე ძალადობა მის განადგურებაზე, მის წაშლაზე ფიქრი და გეგმების დასახვა არავის არ შერჩება. საქართველო არის ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა თავისი მისიით და რო ამ მისიისთვის ამზადებდა და ინახავდა და მფარველობდა ღმერთი. ამის მტკიცებულება არის ჩვენი განვლილი ისტორია და სრულიად საოცარ გარემოში, გეოპოლიტიკურ გარემოში, სრულიად ასე ვთქვათ, რთულ პერიოდებში და რთულ პირობებში ჩვენი გადარჩენა და დღემდე მოსვლა და არსებობა სწორედ ამისი მტკიცებულებაა, რომ დღევანდელი დღისთვის საქართველოს ქართველებს თავისი ფუნქცია რომ აღესრულებინა, ამისთვის მზადდებოდა, ამისთვის ამზადებდა და ინახავდა უფალი. და საქართველოსზე ცუდი განზრახვებით მოსვლა, საქართველოს წაშლაზე, მის მითვისებაზე, მის გაყიდვაზე, ყიდვაზე
ფიქრი და ამ გადადგმული ნაბიჯები არავის არ შერჩება. თუ არა, აგერ არის ფაქტები, შეხედეთ, გადახედეთ, რა ხდება საქართველოს ირგვლივ, რა ხდება სოფლიოში და დასკვნები თქვენთვის მომინდია. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ახალგაზრდებს.